Elhamdülillah, elhamdülillah, elhamdülillahi nehmeduhu ve nesta'inuhu ve nestağfiruhu ve ne'udhu billahi min şururi enfusina ve min seyyiati a'malina. Men yehdillahu fela mudille leh ve men yudlil fela hadiye leh. Neşhedü en la ilahe illallah vahdehu la şerike leh ve neşhedü enne seyyidena Muhammeden abduhu ve resuluh. Allahümme salli ve sellim ala seyyidina Muhammedin ve ala alihi ve ashabihi ecma'in. Emma ba'du fe ya ibadallah ittaqullaha ve ati'uh. İnna Allahe me'allezine etteqev vellezine hum muhsinun. Allahu Teala fi kitabihil kerim. Euzu billahi mineşşeytanirracim. Bismillahirrahmanirrahim. Ve izâ quri'el Kur'anu festemi'û lehu ve ensitu leallekum turhamun. Sadakallahul azim. Ve kâle Resulullah sallallahu aleyhi ve sellem İkra'ul Kur'ane fe innehu ye'ti yevmel kıyameti şefiren li ashabihi. Sadaka Resulullah fîmâ kal ev kemâ kal. Ძვირფასო მორწმუნეებო, უზენაესმა ალლაჰმა მოგუმადლა რამაზნის მადლიანი დღეები და ღამეები. რამაზანი არის მარხვის, მოთმინების, სინანულისა და გულთა გაწმენდის თვე. იგი ასევე ყურანის თვეც არის, რადგანაც რამაზნის თვეში დაიწყო ყურანის დედამიწაზე ზეგარდმოვლენა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, რამაზანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხთათვის და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზისა და განმასხვავებლად ჭეშმარიტებისა ბათილისაგან. და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე, იმარხულოს მასში. სწორედ რამაზნის მთვარეში, კერძოდ კი ყადირის ღამეს დაიწყო ყურანის დედამიწაზე გარდმოვლენა. ამიტომაც რამაზანი არის მარხვისა და ყურანის თვე. შესაბამისად, რამაზნის მთვარეში ერთ-ერთი მადლიანი ღვთისმსახურება ყურანის კითხვა. თუმცა მორწმუნისათვის ყურანი მხოლოდ საკითხავი ტექსტი არაა, იგი სიცოცხლეა. როგორც სამყარო ადამიანის გარეშე იქნებოდა ჩამქრალი, ისეთნაირადვე იქნებოდა ადამიანი ჩამქრალი ყურანის გარეშე. ალლაჰის შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ ბრძანა. ადამიანი, რომელსაც გულში ყურანი საერთოდ არ გააჩნია, გაპარტახებულ სახლს ჰგავს. გული, რომელიც არ საზრდოობს ყურანით, ნელ-ნელად სარიელდება. შუამავალმა ასევე ბრძანა, გულები რკინასავით ჯანგდება. როცა ჰკითხეს, რა არის მისი გამწმენდი ალლაჰის შუამავალო, მან უპასუხა, ალლაჰის წიგნის, ყურანის ხშირი კითხვა და ალლაჰის ხშირი ხსენება. რამაზანი სწორედ გულის განწმენდის დროა. შუამავალმა უთხრა საჰაბეებს, თქვენს თვალებსაც მიეცით ღვთისმსახურების წილი. როცა ჰკითხეს, რა არის თვალების წილი, მან უპასუხა, ყურანში ყურება, მასზე დაფიქრება და მისი შინაარსიდან გაკვეთილის აღება. ყურანის კითხვა მხოლოდ ენის მოძრაობა არაა, ეს არის გონების დაფიქრება და გულის გამოღვიძება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, ნუ თუ ისინი ყოველ მხრივად არ გაიაზრებენ ყურანს, ან იქნებ გულთა ზედააბია საკეტნი თავისი. ხადისში კი ნაბრძანებია, ისინი ყურანს კითხულობენ, მაგრამ წაკითხული ყელს ქვევით არ გადადის. ძვირფასო მორწმუნეებო, აუცილებელია ყურანის სწორად და ლამაზად წაკითხვა. უზენაესი ალლაჰის შემდეგს ბრძანებს,
იკითხე ყურანი დინჯად, აუჩქარებლად, ყურანი მაყამით, აუჩქარებლად და გულისყურით უნდა ვიკითხოთ, შუამავალი ბრძანებს, ყურანი თქვენი ხმებით გაალამაზეთ, რადგან ლამაზი ხმა მის სილამაზეს ზრდის. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ კითხვას, არამედ მოსმენასაც. უზენაესი ალლაჰის შემდეგს ბრძანებს, როცა იკითხება ყურანი, ისმინეთ იგი და გაჩუმდით, ეგების შეწყალებულ იქმნეთ. ყურანის კითხვა სუნნეთია, მისი ყურადღებით მოსმენა კი ფარძი, ვალდებულება. ალლაჰის შუამავალი გვაუწყებს სასიხარულო ცნობას. ყურანი იკითხეთ, რადგან იგი განკითხვის დღეს თავის მკითხველებს უშუამდგომლებს შეფაღეთობას გაუწევს. მაგრამ ძვირფასო მორწმუნეებო, არის საფრთხეც, დაუფიქრებლად, უყურადღებო წაკითხული ყურანის სარგებლობას ვერ მოგვიტანს. შუამავალმა ბრძანა, ისინი ყურანს კითხულობენ, მაგრამ მათ ყელს ქვემოთ არ ჩადის. ანუ სიტყვები ბაგეებზე რჩება, გულამდე ვერ აღწევს. სამყარო მდუმარე ყურანი, ყურანი კი მოლაპარაკე სამყაროა. ვინც ყურანის ჭეშმარიტებას მოკლებულია, უბედურია როგორც ამ სამყაროში, ასევე იმიერ ცხოვრებაში. ზოგადად დრო და რამაზნის დღეებიც სწრაფად გადის. თითოეული დღე შესაძლებლობაა, რომ დაუახლოვდეთ ყურანს, ვიკითხოთ იგი სისტემატურად, ვისწავლოთ სწორად, გავიგოთ და ვიცხოვროთ მისი მიხედვით. ყურანი ხომ მხოლოდ წასაკითხი წიგნი არაა, იგი ცხოვრების გზამკვლევია ოჯახში, საზოგადოებაში, მეჩეთსა თუ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვინ აიდან ერთ-ერთი ხადისის თანახმად თქვენ შორის საუკეთესოა ის, ვინც ყურანს სწავლობს და სხვებსაც ასწავლის. მაშ ვიყოთ იმ საუკეთესო ადამიანთა შორის, რომლებიც ყურანს სწავლობენ, ასწავლიან და მისით ცხოვრობენ. უზენაესმა ალლაჰმა მოგმადლოს ყურანის კითხვა, მისი სწორად გაგება და მისი გზით ცხოვრება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ელა ინნა ახსანალ კალამი ვა აბლაღან ნიზამ კალამულლაჰილ მალიკილ ғაზიზილ ғალлам كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون. بسم الله.